მოკლედ ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება სამეცნიერო ბაზების გამოყენება და ამისთვის დაგვჭირდება პირველ რიგში, რომ თქვენ გახსნათ ბიბლიოთეკის ვებგვერდი. Library Leone.edu გახლავთ ამ ბიბლიოთეკის ვებგვერდის მისამართი და როდესაც ამ საიტს გახსნით, ეს გამოიყურება, ვთქვათ, პირველი გვერდი, თუმცა აქ შეგიძლიათ დამოუკიდებლად ნახოთ სხვა ინფორმაცია, ჩვენ კონცენტრირდებით უშუალოდ სამეცნიერო ბაზებზე. ნახეთ, აი ამ მთავარ მენიუში მოძებნეთ ელექტრონული ბიბლიოთეკა და შემდეგ სამეცნიერო ბაზები. ამას როდესაც დააკლიკავთ, გაიხსნება ჩამონათვალი, აი ნახეთ, ეს არის ეს ჩამონათვალი ყველა იმ ბაზის, რომელზე ცდომის უფლებაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გააჩნია. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რომ რატომ არის ეს ჩამონათვალი ასეთი ვრცელი, ან რითი განსხვავდება ეს ბაზები ერთმანეთისგან, ან რა მსგავსება აქვს და ამაზე შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ გითხრათ, ანუ თვითონ ეს სამეცნიერო ბაზები განსხვავდება ძირითადად ორი ნიშნით. ერთი არის რა რესურსებს მოიცავს და მეორე არის რა მიმართულებით არის ეს რესურსები. და ძალიან მარტივად რომ ავხსნათ თუ წარმოვიდგინოთ, ან თითოეული ეს სამეცნიერო ბაზა არის ელექტრონული რეპოზიტორი, სადაც თავმოყრილია რაღაც გარკვეული სახის მასალები, ხო, ელექტრონული მასალები და ეს მასალები შეიძლება იყოს სტატიის სრული ტექსტები, როგორც წესი ეს არის სტატიის სრული ტექსტები სამეცნიერო ჟურნალებიდან, ასევე შეიძლება იყოს საკონფერენციო მასალები, რაღაც ელექტრონული წიგნები, ან კონკრეტული თავი ამ წიგნიდან, შეიძლება იყოს რეცენზიები და ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა ტიპის მასალები. თვითონ ეს ბაზები ასევე და როგორც ვთქვით, განსხვავდება იმ ნიშნით, რომ შეიძლება რომელიღაცა კონკრეტულ ბაზაში იყოს მხოლოდ სტატიები, სხვაგან შეიძლება იყოს, ვთქვათ, დისერტაციებიც და სტატიებიც და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ ნიშნით ერთი ეს ნიშანი განასხვავებს. მეორე რაც ასევე განასხვავებს არის, როგორც ვთქვით, მიმართულება, ხო? აი რა მიმართულებით არის ეს რესურსები. მაგალითად, ჩვენ გვაქვს, ვთქვათ, სამეცნიერო ბაზები, რომელიც არის კონკრეტულად ერთი მიმართულებით, მაგალითად აი LexisNexis-ი, ხო, არის სამართლის მიმართულებით და თუ მე არ ვარ დაინტერესებული ამ საკითხით, სამართლის, ასე ვთქვათ, ირგვლივ არ ვწერ რაღაც სამეცნიერო ნაშრომს, შეიძლება რომ ამ ბაზაში საერთოდ არ შევიდე და არ იყოს ეს ჩემთვის საინტერესო, ხო? მაგრამ ასევე ვთქვათ, გვაქვს ისეთი სამეცნიერო ბაზები, რომელიც არის მულტიდისციპლინური. ანუ ბევრ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და ძირითადად ეს ორი ნიშანი განასხვავებს ამ სამეცნიერო ბაზებს. ისე როგორც წესი, ყველა ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობა ქმნის შემდეგ უკვე ესეთ ელექტრონულ რეპოზიტორს და ამაზე ცდომის უფლებას, ასე ვთქვათ, ყიდის დაინტერესებული პირებისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უნივერსიტეტს აქვს ცდომის უფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი იხდის გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მისი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მკვლევრებისთვის ეს რესურსები იყოს უფასოდ ხელმისაწვდომი, ხო? ანუ ცდომის უფლება სწორედ ამას გულისხმობს, რომ სრული ტექსტები, სტატიის სრული ტექსტები თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. ახლა გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ, ხო, ეს ბაზები. ძალიან მარტივი პროცედურა, თუ არსებობს ორი, ასე ვთქვათ, ოფცია. ერთი არის, რომ შეიძლება იყოთ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტიდან მოისურვოთ ამ რესურსების გამოყენება, ამ შემთხვევაში ნახეთ, ყველა ბაზას აქვს პატარა აღწერა და აქვე წერია ცდომა უნივერსიტეტიდან და ამ კონკრეტულს დააკლიკავთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კორპუსში იქნებით, რომელ აუდიტორიაში, მთავარია უნივერსიტეტის ინტერნეტს თუ იყენებთ, უნდა დააკლიკოთ ცდომა უნივერსიტეტიდან პირდაპირ შეხვალთ, არსად დამატებით რეგისტრაცია არ გჭირდებათ, არაფრის მითითება არ არის საჭირო. უბრალოდ აი ამას უნდა დააკლიკოთ. მაგრამ თუ ხართ უნივერსიტეტის მიღმა, ანუ რა ვიცი, სახლში, სამსახურში, ხო, როგორც მაგალითად დღეს მე, ამ შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ მეორე ოფციით, რომელიც არის ცდომა უნივერსიტეტის მიღმა. ნახეთ, ყველა ბაზასთან არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ რომ როდესაც თქვათ ბიბლიოთეკას მიმართავენ, რომ აი პრობლემაა და ვერ შედიან და ვერ იყენებენ, როგორც წესი არის ის, რომ აი ეს ორი ერთმანეთში ეშლებათ. და თქვათ აკლიკებენ ცდომა უნივერსიტეტიდან, როცა რეალურად არიან უნივერსიტეტის მიღმა. ახლა იმისთვის რომ შეხვიდეთ, აი მოდით ახლა ვცადოთ და შევიდეთ, ხო, ცდომა უნივერსიტეტის მიღმა თუ დავაკლიკავ, გამოდის აი ესეთი ფანჯარა, ნახეთ, სადაც უნდა მივუთითოთ ჩვენი საუნივერსიტეტო მეილი.
ეს არის საჭირო იმიტომ, რომ სისტემა მიხვდეს, რომ თქვენ ხართ აფილირებული ამ უნივერსიტეტთან, ილიას უნივერსიტეტთან და შესაბამისად ეს რესურსები თქვენ უფასოდ გეკუთვნით, ხო, ასე ვთქვათ და მასზე დაშვება გაქვთ. ამიტომ თქვენ ჩაწერთ თქვენი ილიაონის მეილს, ჩვეულებრივ, შემდეგ მიუთითებთ ამავე მეილის პაროლს და შეხვალთ, ასე ვთქვათ, ამ სისტემაში. თუ არ გახსოვთ პაროლი, ესე შეიძლება მოხდეს, ხო? Argus-ში არსებობს ესეთი განცხადების ბლანკი. აირჩიეთ ეს ბლანკი, უბრალოდ სხვადასხვა ბლანკია და იქ ერთ-ერთი არის მეილის პაროლის აღდგენა ეგეთი და თქვათ ამ პაროლს მოგწერენ Argus-შივე, ხო? ანუ შეიძლება რომელიმე თქვენგანს დაავიწყდა ეს პაროლი და ეგეც არ არის პრობლემა. ნახეთ, აი როცა შეიყვანთ უკვე მეილის usernames და parols, აი ესეთი საიტი გაიხსნება, სადაც ეს ბაზების ჩამონათვალი კიდე ერთხელ არის მოცემული და ჩვენ რადგან ავირჩიეთ Science Direct-ი, აქ კიდე ერთხელ დავაკლიკავ Science Direct-ს, ანუ ვეუბნები სისტემას, რომ აქ მინდა შესვლა. აი ნახეთ, ასე გამოიყურება Science Direct-ი ამ შემთხვევაში, უბრალოდ მისი პირველი გვერდი და ერთი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ალბათ არის ის, რომ როდესაც შეხვალთ, აი სადღაც აუცილებლად ეწერება ილიას უნივერსიტეტი, როგორც ამ შემთხვევაში ნახეთ, Ilia State University წერია, ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად უნივერსიტეტის გავლით შეხვედით ამ ბაზაში და შესაბამისად ეს რესურსები თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხოლო რაც შეეხება ინტერფეისს, რადგან ყველა კომპანია სხვადასხვა არის, ეს ბაზების პირველი ვებგვერდის პირველი გვერდიც და დიზაინიც რა თქმა უნდა განსხვავდება. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საერთო რაც ყველას აქვს არის ის, რომ ძირითად გვერდზე აუცილებლად იქნება გამოტანილი სადღაც საძიებო ველი, სადაც ჩაწერთ თქვენ სასურველ საძიებო სიტყვას და დაიწყებთ ძებნას, ხო? და აქ ახლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ამ სამეცნიერო ბაზებში რესურსების 98 თუ უფრო მეტი არა პროცენტი არის ინგლისურ ენაზე, ხო? აქ ქართულად არაფერი არ არის, უბრალოდ ძალიან იშვიათად რომ რაღაც ქართულად იყოს. შეიძლება სხვა ენებზე იყოს, მაგალითად გერმანულად, ფრანგულად, მაგრამ ეს რაოდენობაც ძალიან მცირეა და ეს მოლოდინით წინასწარ გქონდეთ, ხო, რადგან რა ვიცი, მსოფლიოში შეთანხმებულია ყველა, რომ რაღაცნაირად ხო, რომ ეს ინგლისური არის ენა, რომელზეც სამეცნიერო პუბლიკაციები იქნება, შესაბამისად აქ მოცემული რესურსებიც არის ინგლისურ ენაზე და ამიტომ, როდესაც აი ახლა ჩვენ ძიებას განვახორციელებთ, რაღაცებს მოძებნით, აუცილებლად დაგჭირდებათ ეს ინგლისურად უნდა გავაკეთოთ ეს. ახლა როგორ ხორციელდება აქ ძიება, როგორ შეიძლება რომ სასურველი სტატიები ვნახო? პრინციპი არის აბსოლუტურად იგივე, რაც მაგალითად რაც Google-ის შემთხვევაში ეძებთ თქვენ რაღაცეებს, ხო? თუ იცით ავტორის სახელი და გვარი, შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ ავტორის სახელი და გვარი, თუ იცით სტატიის დასახელება, შეგიძლიათ სტატიის დასახელება მიუთითოთ, თუ იცით წიგნის სათაური, შეგიძლიათ წიგნის სათაური და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც წესი, თუ მე ვარ სტუდენტი, რომელიც ახლა იწყებს რაღაცა კვლევაზე მუშაობას და მას ჭირდება წყაროები, ხო, მეორადი წყაროები ამ კვლევისთვის, როგორც წესი არც ავტორი ვიცი, ვის ვეძებ და არც მithumetes სტატიის დასახელება. ერთადერთი რაც ვიცი, ეს არის ჩემი საკვლევის საკითხი და ამ საკვლევის საკითხის შესახებ მინდა რომ მოვძებნო სამეცნიერო წყაროები, ხო, აი დაახლოებით ესეთი ის რომ წარმოვიდგინოთ სცენარი. ამ შემთხვევაში ნახეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო სიტყვა, აი აქ ჩაწერთ საძიებო სიტყვას. მაგალითად შეგვიძლია ჩავწეროთ higher education, ხო? აქ ინგლისურად უნდა ჩავწეროთ. როგორც მაგალითი, ისე ჩავწეროთ ეს საძიებო სიტყვა და ნახეთ, აი როდესაც ჩვენ ჩავწერთ რაღაც საძიებო სიტყვას, მოგვიძებნა მხოლოდ Science Direct-ში მილიონზე მეტი რესურსი, რაც წარმოუდგენლად ბევრია. ახლა ამის დრო არავის არ აქვს, რომ სათითაოდ დაჯდეს და ნახოს ეს მილიონი რესურსი რა არის. ამიტომ არსებობს ორი, ესე ვთქვათ, მიდგომა. ერთი არის, რომ გამოიყენოთ ფილტრები, რომელიც ყველა ბაზას აქვს და შეგიძლიათ, რომ როგორც წესი ეს მოცემულია ხოლმე მარცხენა მხარეს და შეგიძლიათ ეს ფილტრები გამოიყენოთ. და ასევე შეგიძლიათ საძიებო სიტყვა შეცვალოთ ისე, რომ დაავიწროვოთ, ასე ვთქვათ, ძიების არეალი. და ეხლა მოდი ვნახოთ ერთიც და მეორეც, რადგან ეს ესეთი მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ რაც უფრო ზოგადი იქნება თქვენი საძიებო სიტყვა, უფრო
მაღალია ალბათობა, რომ ბევრი რესურსი ნახოთ. რაც უფრო დააკონკრეტებთ ამ საძიებო სიტყვას, მით უფრო შემჭიდროვდება, ასე ვთქვათ, ეს შედეგი და უფრო მარტივი იქნება, უფრო სწრაფად ნახავთ თქვენთვის სასურველ სტატიებს. და ეს ძიების პრინციპი, როგორც გითხარით, ახლა ჩვენ ვართ Science Direct-ში, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივეა. ანუ ყველა ბაზაში არის გამოტანილი საძიებო ველი, სადაც ჩაწერთ რაღაცას და საძიებო სიტყვას და შემდეგ გამოიყენებთ ამ ფილტრებს. აი მაგალითად ერთი თუ მე მაინტერესებს higher education როგორც ერთი საძიებო სიტყვა, მაგალითად ხო, ესე ჩავსვამ ამას ბრჭყალებში, ამით სისტემას ვეუბნები, რომ ეს არის ერთი საძიებო სიტყვა. და მე დიდი ასოებით დავწერ and და დავწერ მეორე ასე ვთქვათ საძიებო სიტყვას და აქ ჩავწერ ჯორჯიას, ხო? აი ნახეთ და კიდე ერთხელ ვეთქვი რომ მომიწევნოს რაღაცა და ნახეთ უკვე ამ ორი საძიებო სიტყვის მითითების შემდეგ ეს მილიონიდან ჩამოვიდა 5700-ზე. თუმცა ახლა ეს არ ნიშნავს რომ მაინც საქართველოს იქნება, იმიტომ რომ შეიძლება ამერიკის შტატი იგულისხმა ამან, ხო? თქვენ შეგიძლიათ რომ ეს ამ იგივე ლოგიკით, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ჩასმული სიტყვებით მოძებნოთ. ამით უბრალოდ ჩვენ სისტემას ვეუბნებით, რომ მომიძებნე ისეთი სტატიები, სადაც ესეც და ეს სიტყვაც, ანუ ეს ერთი და მეორე საძიებო სიტყვაც გვხვდება. და ან and-ის ნაცვლად ასევე ხშირად გამოიყენება პლუს ნიშანი, ხო? აი ეს higher, ანუ უმაღლესი განათლება პლუს ჯორჯია და აქ შეგვიძლია ჩავწეროთ აი მინუს, ანუ იგივე ლოგიკაა. მაგალითად უთხრათ, რომ აი USA, ხო? ანუ სადაც ესე იქნება ამერიკა დაწერილი, ის სტატიები გამომირიცხოს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს და ნახეთ 5000-დან ჩამოვიდა 3000-ზე. თუმცა ახლა ეს მაინც და მაინც ზუსტი არ იქნება, იმიტომ რომ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები სხვანაირად ეწეროს, ხო, სტატიებში, მაგრამ ეს უბრალოდ მაგალითისთვის გავაკეთოთ. ანუ დაახლოებით იგივე ლოგიკა არის ყველა საძიებო, ასე ვთქვათ, საიტის შემთხვევაში, ხო? ანუ საძიებო სიტყვები შეგიძლიათ ჩასვათ ბრჭყალებში და გააგრძელოთ. ასევე შეიძლება იყოს თუ რამდენიმე იქნება ეს შეგიძლიათ დაწეროთ and, ასევე შეგიძლიათ დაწეროთ or, ხო? ანის და ასე შეგიძლიათ შეცვალოთ ხოლმე საძიებო სიტყვების თანმიმდევრობა. თუმცა ეს არის ერთი გზა, როგორ შეიძლება რომ ეს ძიების რეზულტატი შედეგი დავავიწროვოთ, მაგრამ არსებობს ასევე მეორე გზაც. მეორე გზა არის ნახეთ ფილტრები, როგორც ჩვენ ვთქვით. პირველი რაც არის, ეს არის refined by subscribed journals, ეს ნიშნავს, რომ მაჩვენე მხოლოდ ის ჟურნალები, რომელზეც ჩვენ ცდომა გვაქვს. და ამ Science Direct-ში ჩვენ გვაქვს ცდომა 2000 ჟურნალზე. და შეიძლება რაღაცა რაოდენობა ჟურნალების იყოს, რაზეც ცდომა არ გვაქვს. ამიტომ თუ გინდათ რომ სრული ტექსტები ნახოთ აუცილებლად, მაშინ ეს ფილტრი გააქტიურეთ. შემდეგი ფილტრი არის წელი და ამასთან დაკავშირებით ალბათ ისედაც გექნებოდათ საუბარი თქვენი კურსების ფარგლებში და თქვენ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან, რომ რაც უფრო ახალია ეს მეორე წყაროები, მით უკეთესი, ხო? იმიტომ რომ ну რა თქმა უნდა გააჩნია თემას თუ რაღაცა კონკრეტული ისეთი საკვლევი საკითხი არ გაქვთ, მაგრამ რაც უფრო რაღაც დარგებში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და თქვათ 5-6 წლის წინ დაწერილი სტატიები შეიძლება აღარც იყოს რელევანტური, ხო? ამიტომ აი დაახლოებით 3-5 წელი არის ხოლმე ის, რის იქითაც მე პირადად ურჩევ სტუდენტებს რომ არ წავიდნენ, ხო? თუ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ გააჩნია ასევე მიმართულებას და კონკრეტულ საკვლევ საკითხს, მაგრამ ძირითადად ასე არის. ამიტომ მოდით ახლა მე მოვნიშნავ აქ 3 წელს, ბოლო 3 წელს და ეს არ გაგიკვირდეთ 2026 რო წერია, ეს ნიშნავს, რომ რომელიღაცა ჟურნალმა უკვე მიიღო სტატია, რომელიც 2026 წელს დაიბეჭდება და ამიტომ წინსწრებად ეს უკვე ჩანს და ეს არ გაგიკვირდეთ. ან წელი, ხო, ეს ერთი ფილტრი იყო წელი. შემდეგ არის ასევე article type და ეს არის უკვე რა ტიპის რესურსია, ხო? აი დასაწყისში მე ვთქვი, რომ სხვადასხვა სახის რესურსებს შეიძლება მოიცავდეს. როგორც წესი, თქვენ თუ მუშაობთ კვლევით ნაშრომზე, თქვენ გჭირდებათ კვლევითი სტატიები, ხო? აი research article სადაც წერია, ამას მონიშნავთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი სტატიები, სადაც რაღაცა კვლევის შესახებ არის მოკლედ დაწერილი. ეს სამეცნიერო პუბლიკაცია, სადაც არის მოთხრობილი, ვთქვათ,
როგორ ჩატარდა ეს კვლევა, კვლევის მეთოდი, ინსტრუმენტი რა იყო, შემდეგ რა შედეგები მიიღეს და ასე შემდეგ, ხო, ანუ თავიდან ბოლომდე არის ეს პროცესი აღწერილი. შემდეგ აი ცოტა ქვევით რო ჩავიდეთ კიდევ, შემდეგ არის publication title, ანუ ეს არის რომელ ჟურნალში არის გამოქვეყნებული ეს კონკრეტული სტატია და ეს ახლა შეიძლება არ ვიცოდეთ, ხო? ან თუ მე ვარ სტუდენტი, რომელიც ეძებს წყაროებს უბრალოდ მისი თემისთვის, ეს სულ არ არის ახლა რელევანტური. თუ იცით კონკრეტულად რომელი ჟურნალი გინდათ, შეგიძლიათ რომ მონიშნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია არაფერი არ მონიშნოთ. შემდეგი ფილტრი არის subject areas, ანუ რომელი მიმართულების ქვეშ ვეძებ ამ ჩემთვის საინტერესო რაღაცას, ხო? და აქ გაიხსნება სხვადასხვა მიმართულებები და მე მაგალითად ავირჩევ აქ რადგან განათლება ცალკე არ არის, როგორც წესი ეს შედის სოციალურ მეცნიერებებში, ხო? ამიტომ აქ მოვნიშნავ social sciences. და კი ბატონო, აი ნახეთ ეს ყველა ფილტრი რო გავააქტიურეთ და საძიებო სიტყვებიც დავაზუსტეთ, მილიონ რესურსიდან ჩამოვედით 99-ზე. ახლა 99-იც ბევრია ალბათ. შეგიძლიათ მე ეს შეცვალოთ, ან უბრალოდ გადაათვალიეროთ, ხო? უშუალოდ ეს რესურსები ჩანს აი ამ ნაწილში. აი აქ ეს თითოეული ერთი ჩანაწერი არის ერთი სტატია. როგორც წესი ალბათ პირველი წაიკითხავთ სტატიის დასახელებას, სათაურს უბრალოდ, ხო, აი მაგალითად ეს. და თუ თქვათ, აი ეს საქართველო იგულისხმება, ხო, აქ იმიტომ რომ პირდაპირ სათაურში გვეუბნებიან სამხრეთ კავკასიაზე. შეგიძლიათ ჯერ აბსტრაქტი ნახოთ, თქვათ თუ აბსტრაქტი მიგახვედრებთ ეს სტატია გჭირდებათ თუ არა და შემდეგ უკვე თუ გადაწყვეტთ რომ ეს გჭირდებათ, ამ პირდაპირვე შეგიძლიათ დააკლიკოთ აი აქ PDF-ის ნიშნული სადაც არის. ამას როგორც კი დააკლიკავთ, ეს სტატია სრული ტექსტი გაიხსნება, აი ნახეთ, ეს არის უკვე ეს PDF ფაილი, სადაც არის სრული ტექსტი, ასე ვთქვათ, სტატიის და ეს შეგიძლიათ გადმოიწეროთ, ამოაპრინტეროთ, რა ვიცი, გაუგზავნოთ და ასე შემდეგ, ხო, ანუ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. არც რაოდენობის მხრივ, არც იმის მხრივ, როდის იმუშავებთ, ან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ეს სტატიები მოძებნოთ და შეინახოთ, ხო, ან როდესაც ვამბობთ რომ უნივერსიტეტს აქვს ცდომის უფლება, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ეს სტატიის სრული ტექსტები თქვენთვის ხელმისაწვდომია. და შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. და როგორც თქვით დასაწყისში, ანუ ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არის რაოდენობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იმდენი გადმოიწეროთ, რამდენიც გჭირდებათ. ერთადერთი რასაც გირჩევდით არის ის, რომ თუ რაღაცას მოძებნით და ცოტა მაინც ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება გამოგადგეთ, აუცილებლად შეინახეთ, გადმოიწერეთ, იმიტომ რომ მერე კიდე ამის მოძებნაზე ცალკე დრო არ დაგჭირდეთ, ხო? ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია. და თქვათ, თუ უშუალოდ აი აქ PDF-ის ნაცვლად თუ უშუალოდ იმაზე დააკლიკავთ სათაურზე, პირდაპირ გაიხსნება სრული ტექსტი აქ საიტზე და როგორც წესი აქ მარცხენა მხარეს აი გამოჩნდა, ხო? მარცხენა მხარეს აქვს სარჩევი და შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ ამ სარჩევში და ნახოთ ხოლმე მაგალითად თუ კონკრეტულად გაინტერესებთ რა მეთოდია გამოყენებული, ხო, ამ კვლევაში, ან შედეგებზე გადახვიდეთ პირდაპირ და წაიკითხოთ ეს შედეგები, ან ასევე ილუსტრაციებიც ახლავს ხოლმე თან და თქვათ ესეც შეიძლება რომ რაღაცა ესეთი უფრო მოსახერხებელი იყოს თქვენთვის, ვიდრე PDF-ის ფაილი. ხო, ერთი კიდე რაც არის, შეიძლება ასევე გამოგადგეთ, არის ნახეთ აი აქ წერია site და ამ site-ს თუ დააკლიკავთ, შეგიძლიათ მერე რომ ეს ასე ვთქვათ სტატია გადმოიწეროთ, მაგალითად თუ იყენებთ reference management tools, ხო არის ეგეთი მაგალითად Mendeley და Mendeley-ში რომ გადმოიწეროთ, შეგიძლიათ პირდაპირ მერე ბიბლიოგრაფიაში გამოიტანოთ ისე რომ ავტომატურად გააკეთებს ამას ეს პროგრამა და ამასაც გირჩევთ, ხო, თუ ნაშრომის წერაზე გადახვდეთ, როცა ნაშრომის წერაზე გადახვალთ, მაშინ შეგიძლიათ რომ ეს ცადოთ. მაგრამ მოდით ახლა დავბრუნდეთ ისე ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, იმიტომ რომ მინდა კიდე ერთი-ორი ბაზა განახოთ მაგალითისთვის და მერე უკვე თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ნახოთ. ან ჩვენ შევედით ახლა აი აქ Science Direct-ში და ეს ვნახეთ. თუმცა Science Direct-ი უფრო მეტად აერთიანებს რესურსებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით
და შედარებით ნაკლებად არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების შესახებ აქ არაფერი არ იქნება, ამიტომ მე გირჩევდით, რომ ეს ნახოთ პირველ რიგში. შემდეგ აი ცოტას თუ ჩავსკროლავთ ქვევით, ნახავთ კიდევ ერთი ბაზა, რომელიც მინდა რომ განახოთ, ეს არის აი ეს ProQuest Dissertations, ნახეთ. და Taylor and Francis, ხო, ესეც სამეცნიერო გამომცემლობა, საკმაოდ ცნობილი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ჩვენთვის ხელმისაწვდომია 1700 ჟურნალი აი ამ Taylor and Francis-ში. მოდით ახლა შევალ მე სტომა უნივერსიტეტიდან ამ ჩამონათვალში ისევ მოვწერნი Taylor and Francis და გავხსნი. ნახეთ ახლა, როდესაც გაიხსნება, ისევ აი აქ ზევით წერია Iowa State University, ანუ ეს მიმანიშნებს, რომ სწორად ვარ, სადაც უნდა ვიყოს, ზუსტად იქ ვარ. რა თქმა უნდა, ამის ვებგვერდის ინტერფეისი განსხვავებულია, იმიტომ რომ ეს სხვა ბაზაა. უბრალოდ აქაც ნახეთ, აი ეს არის საძიებო სიტყვა, საძიებო ველი, სადაც მივუთითებ მე საძიებო სიტყვას და მოვძებნი სტატიებს. მაგრამ ამ ბაზაში ასევე ნახეთ, აი აქ ქვევით დალაგებულია მიმართულებების მიხედვით ჟურნალები. აი მაგალითად მე თუ მაინტერესებს განათლების მიმართულებით რა ჟურნალებია ხელმისაწვდომი Taylor and Francis-ში ჩემთვის, აი ამ ჩამონათვალში ავირჩევ განათლებას და ნახეთ, მეუბნება რომ 290 ჟურნალი არის განათლების მიმართულებით. და აი ეს არის ჟურნალების ჩამონათვალი, ხო? აი რომელიც თქვათ მოცემულია აქ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია და თქვათ შეგვიძლია რომ ერთ-ერთი ავირჩიოთ, მაგალითად Art Education, ხო? და აქ რო შეხვალთ, ეს უბრალოდ მაგალითისთვის გავხსენე. შეგიძლიათ მე ნახოთ, თქვათ ამ ჟურნალში ყველაზე მეტად რას კითხულობენ, რომელ სტატიებს, ყველაზე მეტად ციტირებული სტატიები რა არის, ყველაზე ტრენდული რა არის და ასე შემდეგ, ან ყველაზე ბოლოს რომელი სტატიები დაიბეჭდა. ახლა ეს რა შემთხვევაში შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, თუ თქვენ იცით ერთი კონკრეტული ჟურნალი, რომელიც თქვენს მიმართულებაში არის საუკეთესო, ან თქვენი მიმართულების შესაბამისად შეგიძლიათ ნახოთ, აი მაგალითად Assessment and Evaluation in Higher Education, ცნობილი ჟურნალია ეს, შეფასების შესახებ, ასე ვთქვათ, უმაღლეს განათლების მიმართულებით და შეგიძლიათ რომ რაღაცა ბოლო სტატიები წაიკითხოთ, გადახედოთ და იმისთვის რომ იცოდეთ, თქვათ, ამ მიმართულებაში რა ხდება, რას წერენ, რა არის ტრენდული და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ამას რო თავი დავანებოთ, როგორც თქვი, ასევე ჩვეულებრივ შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ, აი მოდი ისევ ჩავწეროთ Higher Education, როგორც საძიებო სიტყვა და აქ გახსნით ჩვეულებრივ, აი ნახეთ, მივუთითეთ საძიებო სიტყვა, უმაღლესი განათლება და 1,300,000 სტატია მოძებნა მხოლოდ ამ ბაზაში. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბევრია, ეს ასევე მოძებნა ჟურნალები, რომელიც ამ საძიებო სიტყვასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრია და აქაც შეგიძლიათ იგივენაირად გამოიყენოთ ფილტრები, აი ნახეთ, ეს არის ფილტრები, რაც წინა შემთხვევაშიც ვნახეთ, აი ყოველთვის არის ხოლმე ენის ფილტრიც, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორც გითხარით, უმრავლესობა არის ინგლისურ ენაზე, თუმცა თუ რომელიმე სტუდენტს თქვათ ურჩევნია გერმანული, ფრანგული, რაღაცეები, რაღაც მცირე რაოდენობა ძალიან მცირე, როგორც ხედავთ, არის ხოლმე სხვა ენაზეც. და ამიტომ ახლა აღარ გავაკეთებ აქ იგივეს, შეგიძლიათ თქვენ თავად გაფილტროთ. თუ თქვათ მოგეწონათ ეს სტატია, შეგიძლიათ პირდაპირ full text დააკლიკოთ, ანუ სრულ ტექსტს. და ეს სტატია გაიხსნება, აი ნახეთ, როგორც წინა შემთხვევაში აქაც მოცემულია ეს არჩევი და პირდაპირ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ მაგალითად თუ გაინტერესებთ მეთოდი. მაგრამ თუ გინდათ რომ გადმოიწეროთ, აი აქ ზევით არის მოცემული PDF-ის ნიშნული, აი ნახეთ, view PDF და ამას რო დააკლიკავთ, ეს PDF-ი გაიხსნება ჩვეულებრივ. აი ცოტა დრო ჭირდება რომ ჩამოიტვირთოს და შეგიძლიათ მე ეს PDF ფაილი ან გადმოიწეროთ, ან შეინახოთ, რა ვიცი, ან ამოაპრინტეროთ და ასე შემდეგ, ხო? ახლა ამაზე აი აქ არის ეს გადმოწერის ნიშანიც. ახლა უბრალოდ ინტერნეტის გამო ჭედავს ცოტა, თორე ჩვეულებრივ იხსნება ეს PDF ფაილი. მოდით ახლა
აღარ გვინდა ამის გაგრძელება. აი იტვირთება, მაგრამ ეხლა დრო არ დავკარგოთ. აი ხო ეს არის. ხო, აი ნახეთ. ეს არის PDF-ი, ხო, ეს არის სრული ტექსტი. მაგრამ ეხლა უცბად დავბრუნდები კიდევ იქ საძიებო ბაზების ჩამონათვალში და კიდე მინდა განახოთ ერთი სამეცნიერო ბაზა, რომელიც ვფიქრობ, რომ ასევე გამოგადგებათ. აი ნახეთ ამ ჩამონათვალში, ანუ თქვენ გამოგადგებათ Science Direct-ი, Taylor and Francis აუცილებლად. არის კიდევ Sage Publishing, აი ნახეთ ესეც გამოგადგებათ, აქ დაახლოებით 900 ჟურნალია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ესეც არის სოციალურ მეცნიერებების და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. და ეს ნახეთ მე თქვენ დამოუკიდებლად, ერთი უბრალოდ რაც მინდა განახოთ, კიდე არის ProQuest Dissertations. და ეს არის დისერტაციების, ასე ვთქვათ, ბაზა, სადაც თავმოყრილია არა მხოლოდ სადოქტორო დისერტაციები, არამედ მოცემულია სამაგისტრო ნაშრომებიც და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. და ეხლა ეს რატო შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, თუ თქვენ იწყებთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას, ხანდახან კარგია ხოლმე რომ მაგალითისთვის ნახოთ ან სხვა ნაშრომები, ან თქვათ კონკრეტული რაღაცა სტრუქტურა სამაგისტრო ნაშრომის, შეიძლება რაღაცა ზოგადი ტენდენციები გაინტერესებთ და ასე შემდეგ. ხო, აი ნახეთ, როდესაც შეხვალთ ProQuest-ში, აქ ისევ წერია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ცდომას და ისევ გამოტანილია საძიებო ველი, სადაც ჩაწერთ თქვენთვის საინტერესო საძიებო სიტყვას, ხო? მაგალითად ჩავწეროთ ისევ higher education. თუმცა თუ თქვენ იცით ავტორის გვარი, შეგიძლიათ რომ ავტორის გვარი ჩაწეროთ. თუ თქვენ იცით სტატიის დასახელება, შეგიძლიათ სტატიის დასახელება ჩაწეროთ, ხო? აი მაგალითად უმაღლესი განათლება და დისერტაცია. აქ უბრალოდ ავირჩევ რომ მაინტერესებს დისერტაციები და თეზისები, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ჟურნალის სამეცნიერო სტატიებიც მოვძებნო, ხო? ამაზეც გვაქვს ცდომა ჩვენ ჟურნალებზე. თუმცა მოდი ახლა ვნახოთ მხოლოდ სადისერტაციო ნაშრომები და ამას ახლა ჩვეულებრივ მოვძებნით. გვანახებს ჩვენ ეს აი ნახეთ, დაახლოებით 2,170,000 რესურსი მოიძებნა, უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ ეს რა მასშტაბებზე არის საუბარი. და შემდეგ იგივენაირად შეგვიძლია აქაც გავფილტროთ, ან ფილტრების მიხედვით, აი თქვათ n-ად შეგვიძლია ვნახოთ, ან შეგვიძლია ასევე გავფილტროთ საძიებო ასე ვთქვათ სიტყვების დამატებით, ხო? და ჩვეულებრივ შემდეგ თუ თქვათ დაგაინტერესებთ, ხო, აი მაგალითად ეს პირველივე რო გავხსნათ, დააკლიკავთ PDF-ზე და ეს ნაშრომი მთლიანად, ასე ვთქვათ, გაიხსნება აქ. აი ნახავთ, რომ ეს არის სათაური და აი მთლიანად არის ეს, ასე ვთქვათ, დისერტაცია ატვირთული სრული ტექსტი და შეგიძლიათ მერე ნახოთ თქვენ. ხო, კიდე ერთხელ ამბობ, ეს შეიძლება გამოგადგეთ რისთვის, რომ მაგალითად ნახოთ სტრუქტურა, ან ნახოთ კონკრეტულად იმ საკითხზე, რაზეც თქვენ წერთ, სხვას ვინმეს რამე ხო არ დაუწერია. კვლევის მეთოდი რა გამოიყენა, თქვათ როგორ არის ეს ყველაფერი დაწერილი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ შეგიძლიათ რომ თქვენც ნახოთ ეს, მე მგონი საინტერესო და ესეთი გამოსადეგი იქნება. მე მგონი ამით აქ შეგვიძლია რომ დავასრულოთ, ძალიან დიდიც რო არ გამოვიდეს ეს ვიდეო. ზოგადი პრინციპი, როგორც გითხარით, არის ერთი, რომ გახსნით ამ ბაზას და შემდეგ უკვე იწყებთ თქვენთვის სასურველი რესურსების ძიებას და ამას დიდიც რო არ ჭირდება, დამიჯერეთ რაღაცა მოკლე დროში 5-10 წუთში შეგიძლიათ რომ ნახოთ თქვენთვის საინტერესო სტატიები, მე რა თქმა უნდა ისინი უნდა წაიკითხოთ და ასე ვთქვათ გაიგოთ რა წერია იმაში, თუმცა ის რომ ვთქვათ რესურსების მოპოვების თვალსაზრისით წესით პრობლემა არ უნდა გქონდეთ. უშუალოდ მუშაობის პროცესში თუ მიხვდით რომ რაღაცა არ მუშაობს, რაღაცა ვთქვათ პრობლემა გექნებათ, შეგიძლიათ რომ აი აქ ბიბლიოთეკის საიტზე არის ესეთი კონტაქტი, ხო, ეგეთი ველი და ამას რომ დააკლიკავთ, აი ეს მეილი მოქმედებს როგორც ცხელი ხაზი და აქ მოიწეროთ librarian.iliauni.edu.g. ამაზე რომ გამოგაგზავნოთ შეტყობინება, ჩვენი თანამშრომლები აუცილებლად გიპასუხებენ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ დარეკოთ ან მიხვიდეთ ბიბლიოთეკაში, მაგრამ ეს მე მაგალითად თუ ჩემთვის უფრო მოსახერხებელია ხოლმე რომ მივწერო, ხო, მით უმეტეს თუ თქვენ ღამის საღამო და სამუშაო საათებში იმუშავებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ მიიწეროთ და როგორც კი სამუშაო საათები დადგება, ჩვენი თანამშრომლები
აუცილებლად გიპასუხებენ. და ამით უბრალოდ ბოლოს ვიტყვი იმას, რომ წესით არ არსებობს ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება სტუდენტმა იმუშაოს და ამ საკითხის შესახებ მეორადი წყაროებზე არ კონდეს ცდომა, ხო? ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, თუ რაღაცა გაგიჭირდებათ მიმართეთ ბიბლიოთეკას და რა ვიცი, გისურვებთ წარმატებას. და მადლობა.